დილამშვიდობისა, ჩემო ქალბატონო. როგორ ახარ დედას ლამაზო? ჰა? ჩემო მწყვრიალა. გაგიპულო, როგორ ვიყურებ ლამაზ თვალებით? დილამშვიდობის. გაუმარჯოს ხალხნო, რა ფერ ხარ? დავამთავრე მაღლა ოთახში მოღვაწეობა. ვისაც ჩაცმაში უნდა მეხმარება, მივეხმარე, ვისაც დავარცხრაში მივეხმარე, რაიმე თქვი კიდე ტრაქციაში გეხმარებით ყოველ დღე. ოდისაკ ასე. რაიმე წყალში ჩავს ტელეფონი. საკარგია გენაცვალე, ეგრე უნდა გააკეთო, ხოლმე მაგას რა ჯობია. საჭმელი, ჩაი, ყველაფერი აუტანე. ესე იგი, ესენი არის ჩექმები. აი რატო აინიშა იოანე და აცვია ეხა ვერ გარიგე. ეხა უნდა გავრეცხო. სანამ ადგება გაშრეს ძირები რომ ესა დავმალო. პოტასები აქვს დაფხულისა ორი ცალი. ლიზის ტუფი რაც აცვია ხოლმე ეგეც. ჩექმით რაც დადის. შვილო მომთხარი ზარი ზამთრისა და არ უშორა რომ ცხელაო. აი ესეთი ჩოტკის ნახე როგორ გაილია. მაგრამ ეს არის უხეში ჩოტკი და კარგა უხმარო. ბაზრობაზე რამდენჯერაც ნახე. არის როგორ არ არის ამაზე მეტი რა არის მაგრამ. ძალიან რბილებია. ძალიან. ეხა ეს გავაშროთ ზეზე რომ წავიღო და დავმალო. აი ესე. ეხა იმათაც რომ გავწავლენ, დავლია ყავას. გუშინ დავხატე, დავამთავრე ხატვა. ამათი შეყვანა დამეზარა გუშინ და დავაფარე 1000 რაღაცა რომ გაწვიმდება მეთქი. ეს ქალბატონი სუგარეთ ბრძანდება. არ უყარს სხვა ქათმებთან ურთიერთობა და აი გავიხეთდა გუშინ შავმა ქათამ. ეხა უყურე. შენ გენაცვალე კრუხობაში დედას ლამაზო. ვაიმე ღმერთო არ შემიძლია ეს რა არის. აბა გამოდი დამენახე ჩემო ლამაზო. გამოდი. ეს აზი საცეში. აბა მანახე რამდენ კვერცხზე ზიხარ დედი 4 კვერცხი გაგ ჩემო ლამაზო. რა ლამაზი ბავშვი ხარ ხმეთ ნეტა იცოდეთ ამის ზომა. მოიცოთ. ზომა უნდა განახოთ კრუხის. დღეს დავანებებ თავს სიჯდე 64 კვერცხზე თუ არა დგა. აი აქ უკვე მაგ გამზადებული ნახეთ. საბუდარი. საჭმელი ყრია, წყალი დგა. ბუდიარ და ერთი კვერცხი დეო. გიხოტეთ უნდა განახოთ ეხა იმდენად ზოყარეთ. ეს შარშან თემუს ინკუბატორში გამოჩეკილი კრუხია. დედას ცხოვრება, მოდი გოგოა. ეს ის არის რომ ეჭორავებოდა ხოლმე. გამარჯობა. დედი. რა ზოყარელია. ღმერთო. აი ხა განახეთ ზომა. ხელი ხა დაახლოებით რა და ამ ხელა არის ეს ბუმბულები რო არ ჩათვალთ აი არ არის არაფერი უკან ხო და ესა შაშანე ამაზე პატარამ გამოჩეკა 12 ცალი ჩემო ცხოვრება დედი კრუხი ხარ შენ არ გადამრიო შეც კრუხი ხარ კატაც დასაყრელია და მეც რაღა და მატება გვაქვს საოცარი ხო ჩემო ცხოვრება მე როგორ მიყვარს ესა იმ თავიდან მართლა მაგრად მიყვარდა, იმიტომ რომ წიწილობაში ძალიან მორჩილი იყო და სულ ჩემთან იყო ხოლმე ძალიან თხოვრება. გოგო, რა? უნდა კრუხი იყო? აი დღეს თუ არ ადგები მაგერად დაგსავი. კაი? კაი, ჩემო ცხოვრება, დაჭექი. მიდი. დაჭექი? მიდი. გიაროს დაჭექი ხა იქ სადაც იჭექი, მიდი. ჩემი იქით არის შვილო კვერცხები. აჰა, აგე, დაამთავრე. ჯანი დაგეწოს ახლა.
ამას არა ვაცლი. ესე არ კრუხდებიან. ერთი ამდენი რო დაემატება, მერე დაჯდება. არ არის ხო ჩვეულებრივი ქათამია, მაგრამ ის ქათამი არ არის, ჯერ რო კუტკუტს იწყებს და მერე ჯდება. იაპონკები ზოგადად ჯერ აგროვებენ იხვებივით. აქ აღარ არის თქვენი საჭმელი. მერე კურს გაჭმევთ. და კიდე უნდა იყოს სადღაცას კვერცხები მოიცადე. მოიცა. ნახეთ. ხა მე ექნა შევეტიო. ფისო. კვერცხი უნდა ავიღო. და სიცოცხლე. აბა გაიწი. ტელეფონმა მივაყდი თუ აქ არო კვერცხი ავიღო. აიცა შევძრე. 1 და 2. აი მე სად დაწვას ღმერთს არ გაიშხლათა. 2 კვერცხი. ეს კვერცხებიც განსხვავდება. უყურეთ, აი ეს არის თეთრი იაპონკის დადებული. ეს არის წითელის. დაუდოთ აქ, ესე იგი აქ გვაქვს 2, 4, 6. აქედანაც როგორ არ მაცდის ეს, რა გჭირს? გაიწი, გასწიე თავით, ვერ მოგხვდება. ესეც 1. ეს ყველაზე პატარა კვერცხი. მოწარმოდი იქიდან გამო. ესეც მე-7. 1, 4 კვერცხიც რო ექნება, უკვე დაჯდება და აღარ აძლევ. ჩემი ცხოვრება ვინ არის? ეს არის? მოიცა ახლა დაგანა. ეს არა უშავე, რა ხე ქათამს დაემგვანა. ოღონდ ისევ აბუეტია. ეს არის მომაკვდავი რო იყო. ეს ჭხირები დაეფარა, არა უშავე. ესე ფოცხით დადის. ეხა წავიდეთ აქ. კვერცხებზე. ნახოთ თუ აქვს აქ. და ლაშა დასცინის ჩემ მოყვანილ იაპონკებს. 1. იმედია სხვა არაფერი არ არის. 1. ხა. 1 ცალისთვის შევწუხდი ღმერთოჩი. აქ. ოიედა. ესე იგი გუშინ დაუდიათ 8 კვერცხი. ახლა ეს დაუდო იქ. მოუგროვე ქალბატონს კვერცხი. ესეც ეს. ბარბარესთან ჩაუწნა და ყავა დავდგათ. ეს მინდა ამ ტერიტორიის გახეხვის. აი ნახე როგორ ხავს დაიკეთებს ხოლმე. სუროს ველდება, აშრება რაღაცა და მე ხეხავ ხოლმე იმით. აი გას რო გავხეხავ ხოლმე სანამ იმ ბუბკას და მას გადავაგდებ. რა ქვია? სახეხს მოხეხავ ხოლმე მაგას. ისინი ავიღოთ. ცოტა გაწინდა და შენი რა თეფარათ ესე? ასე რა ხვალეც საღამოსაც ასე უზა. ციცივით აღარ შესცირდება. უბრალოდ რომ არ დასვევდნენ. აბა, წყალივი ისმის უნდა საჭმელი. მეცა? და წყალი გამოგიცვალოთ. აი ეს.
ესე წყალი. всё. ეხლა ეს უნდა მივაფარო, რომ ესეც ეს, ოდნავ ჩრდილი ჰქონდეთ. მე ზემოდან ვადებ იქით ხრიდან. ესეც ეს. აღარ უნდათ ჯერ. ეს ნაგავია. ამაში ისხდნენ. გაიზარდნენ, მაგის ნახევრები იყვნენ მეკვირას. წამოხვალ, ფისო. წამოდით გაჭამოთ თქვენც რამე. რამე გაჭამო? არ დამავიწყდეს მეთქი ეს გავწმინე, რამდენად გაიცლება არ ვიცი. ეს პარკებში დავახალ მამალ საროჭკა ჩამოვიტანო, ბოლო საროჭკა, რომელიც წასაღები აქვს აქ მარტყოფელებს. ჩამოვიტანო, რომ ხა უნდა წაიღოს იმ ბავშვმა. აი ეს კიბეზე ასვლა ჩამოსვლა მადამ ბლავებს. აი ეს. გუშინია სამნები დამიკრიფეს ბავშვებმა. ერთადერთი მოწყვეტილი ყვავილი, რომელიც მიყვარს. არის იასამანი. დაველოდები და ყავასმერე მოვადუღებ და ვიღალიამ თექი გამოიქეცით რა. ხო და მე კი იასამნის მიყვარს ხონდ დიდი ბუკეტი. და ვუთხარი რომ კიბე წაიღეთ მეთქი, იმიტომ რომ ის არის მაღალზე ასხია თუ ყვავის რა და დავლიდა რასაც მისწვდნენ მოკრიფეს ამხელები. მე მიყვარს იასამანი დიდი ღეროები რო გაქვს, გრძელი ღეროები და ლამაზი ბუკეტი რო იმაშვება და მოიწყე ხოლმე მენახებინა. თან არის მუქი. ერთხელ მაგის ამონაყარი გადმოვიტანე რომ აქ მეც მქონდეს მეთქი ეზოში. და ისეთი ღია იყო, ისეთი რაღაცა უბედური. ამოვიღე გადავაგდე. არადა ეგ არის მუქი. და თან ის ყვავილები აქ აი 4-ები და 5-იანები კი არა, ზოგი 7-იანები, ზოგი 8-იანები. ბავშვობაში ვის უჭამია ეგ რომ გეგონება დაკვეთილი რო არ იცოდი და მაგას შეჭამ 5-იანს და 5-იანს მიიღებდი. მაგის იმედზე რამდენი ვიყავით. გუშინ მოვჩი საროჭკა და მოვჩი სამეფო კარის თამაშები. ესე იგი შევამოწმე და ზუსტად 3 საროჭკით ნაკლები მაქვს დახატული. არა, 2-ით. წრეებს და აბა ნახოთ შაბათ-კვირას თუ მომიტანა ის რომელიც მითხრეს გაუტოლდები შარშანდელ ნახატებს. წელს გვირობაა ჩემთვის ეგ. ეს არის შავი მანქანა. ესე სითეთრეები მიტო დაუტოვე რომ სუშავად რო გააფერადო არ ჩანს ფიზიკურად, ხო სუშავი ლაქა იქნება და ეს სითეთრები არის როგორც ანარეკლი რა იმის და დავტოვე ასე. შენიერი შავი მანქანა. ხოდ მანქანების ხატვა დიდად არ მიყვარს. და წინა კალთაზე არის ვეფხი და მოყმე. ეს ამის გაუთოვება შეიძლება, სულ მეკითხებიან ხოლმე შეიძლება თუ არა გაუთოვება. როგორ არ შეიძლება, ეხლა იმიტომ რომ მე ხო კეცავ ხა მას ესად დავალაგებ მე ესე გაშლილად და ძირითადადაც პარკით მოაქვთ რა მათაც და მე ესე ლამაზად ვკეცავ. აი როგორც გასაყიდი საროჭკა ის. ხო და
შეიძლება ორ თქლითაც შეიძლება, ოღონდ ზედ ნახატზე არ უნდა გადაატარო ორ თქლი. შეიძლება არც არაფერი მოუვიდეს, მაგრამ რა თავის დაზღვევის მიზნით აი ეს მოიჩი საღებავები გუშინ უნდა ამეღო, მაგრამ დაველოდებ მე შაბათ-კვირას თუ რაღაცაა და მომიწია ხატვა იყოს ეს 3 დღეც. რა კაია გუშინ დავალაგე ყველაფერი. მტვერსასრუტითაც და გამოვწმინდა კიდეც ერთადერთი ვიღა შევძელი მტვერი. ბარბარემ ის მიუსმოუსვა, მაგრამ მე მიყვარს აი ძირფესვიანად, აი უჯრეების კიდეები რაღაცა რა და შიგადაშიგ მაგებსაც ვაკეთებ ხოლმე და ის მინდა კიდე. აი ეს ბარბარის გოგოების ხარეს კედელიდან ესტიანდა და ხო იცით რაღაცა შავი წერტილები რო იცის ხოლმე, აი მაგის გაწმენდა მინდა. მედია ბაშპარიელს არ გავაფუჭებ, მაგრამ ჯანდაბას ეხა თუ გაფუჭდა მაგ ერთ კედელს ჩამოვაკრო მე და იგი იქნება ერთი. რა უყოთ. ველოდებით პატრონს და შუქი მიჭმუტუნებს. ძალიან მაგარია მინდია. ეხა ყავა სპეციალურად არ ვადუღებ, რომ არ მიყვარს, თუნდაც 2 წუთი ყავაზე რომ ვიღაცა მაწყვეტინებს. ყავის მას ჩემს რუტინას ძალიან მიყვარს, აი ზოგი ხوارი რომ აი ყავასო ვერ დავლევო მარტო. ჯერ მარტო ხوار ავსო თქვენთან ერთად. ზოგადად ისედაც მიყვარს მარტო ყავის დალევა და იმიტომ რომ აი ჩემთვის ვარ რა. არავინ არ მელაპარაკება, არავის არ ველაპარაკები და აი ჩემთვის რავი რამეს ვაკეთებ, რამეს ვუყურებ. ეგ ჩემთვის არის ძალიან დიდი ის ხო მართლა გუშინ მითხარით რომ ფინიკის კურკებიო დაალბე და ამოვაო. გუშინ ჩავყალე წყალში და დღეს საღამომდე ახვალამდე იყოს, რა ვიცი, მედი არ დავალპობ. და პატარა ქოთანი მაქვს და ჩავყრე იმაში, რავი ამოვიდეს ნახოთ. სად დავრგავ არ ვიცი, მაგრამ ამოვიდე. ხოდაშევის გუშინ ეგ შევჭამე ალბათ 5-6 ცალი. არ ვიცი ხა გითხრა თუ მაგას ხშირად ვყიდულობ მეთქი არ მიყიდი რა ესე აი ჩირებში თუ შეურევ ხოლმე რა ესე რა ლაითად და აი ზედიზედ ვჭამე მასე ხო და რავი მე მომივიდა ეგე თუ დიდებიც არ მიჭამე ხოჩერ სპეციალურად დიდები არავინ აი საშუალოები ფშატი აი მე ფშატი როგორ მიყვარს ვის უყვარს ფშატი ძალიან მიყვარს მე აი მაგის ზომისები ცოტა პატარები და აი მეგონა რომ აი კუჭი კი არ მქონდა სავსე აი მთელი საყლაპავი სავსე მქონდა თან შერი ვიყავ ეგეთი რეაქცია მქონდა თუ ეგეთი რაღაცა მომენტი ვაი მე შეგენა ცვალე გაზმორვაში ბიჭო მოდი აქ მოდი უნდა ჩაქეხუტო მაგრად ისო ბუერა გაწეწილო მოდი აქ პატარა ლომი მყავს სახში შავია ოღონდ არ მოდიან რომელია საათი 9-მდე რო წავიღოთ და 15-ია აი წავმაში ხა ვიყავას მოვადუღებ და მოვა რა ყავის მოდუღების დროს მაინც მოვა წლევანდელ წელს საროჭკების ფული ანუ რაც საროჭკებში ავიღე ფული საწავიდა თუ ვინმე მეტყვის ეს საროჭკები წესით მჭირდებოდა ბანკეტი ბოლოზარისთვის შაშა მჭირდებოდა თურქეთში რო ვიყავით დასულები ცეკვიდან YouTube-ით და საროჭკებით წაველი და წელსაც მაგის ის მქონდა რომ YouTube-ით და საროჭკებით ბანკეტ ბოლოზარს ჩავამთავრებდ არა იქ რომ რაღაცა ექსკურსიაზე იყო მე ბარბარე იყო წასული მე რაღაცა იქეიფეს ბარბარეს კლასმა მე რაღაცაში დაჭირდად მე ნინო მყავდა წაყვანილი ექიმთან
მე ვიყავი რაღაცა პროცენტებს ხო ვიხდი მაინც ის იმაში სამშობიაროში მე რა ქვია EVX-ში რაღაცები მიფინანსდება რაღაცებს ვიხდი იქ წვრილი მსხვილი და ბევრიც არ მქონდა წელს იმიტომ რომ ნახევარიც ისე მქონდა ანუ ძალიან ისეთი ახლობლები იყო რომ საჩუქრად დავუხატე და კიდევ ფიქრობდი რომ ვის შეიძლება შევთავაზო დავუხატოთ ხო ბავშვებს რა რომ ანუ თვითონ ხوارი რომ ზოგიერი რომ აი რო იცი რომ მაგალითად თანხას არ გამოგართმევს და რაღაცა ვერ რეუბნები და რაღაცა და მე თვითონ ფიქრობდი რომ მეთქი აბა სად არის ეგეთი ვინმე მოძებნო ვინ სიტყვაზე ან ვერ მიბედავს რაღაცა აი მაგალითად ჩემი ბიძაშვილი უნდა მოგიყვეთ მაგისი ამბავი ჩემი სისხლი და ხორცი ერთად გაზრდილი ბიძაშვილი კი არა და არის ხო და ამოვიდა ხო ვიჭორავეთ ვიჭუქჭუკეთ საროჭკამ ჯერ მივწერე მეთქი გაგახსენდება რომ შენი შვილი ამთავრებს და საროჭკა უნდა მომიტანო მოვიდა ვიჭუქჭუკეთ იყავა რაღაცა აქეთური ტიბეჩები და ბანკეტ ბოლოს არის უთხარი ივა თავისი სხვადასხვა სკოლაში თანატოლები არიან მაგრამ იონე აქეთ ძველ სკოლაშია და ლიზიკო იქ რაღაცა არ უნახია ის შაშანდელი გარემონტებული ისა ოთახები რაღაცები დავათვალეთ მოკლედ ვიჭუქჭუკეთ და გავაცილე სადღაც საათ 9:30 და რო ჩავიდა საღამო ხას მირეკავს უფრო სწორად გოგო აი იონეს ოთახში რო შაფი ჩანთა იქ მცირედი დავტოვე იმის ქვეშ ვაიმე მომეშალა ნერვები ეხლა მე ვთხარი აი მას გავწეც აქ რო იყო ბოკლავში საცოტა და გაგამცირედე მივედი შევედი ნახე თანხა დატოვილი დაბლა გაგწყალი დაბლა დები აი მე უნდა ჩავარდეს ხალ გამოდი მაგედან ბაკის სახურავზე წევს რომელიც ვარდება ჩავარ თუ ამოგიყვანო გაგამწარებ მეთქი მეუთხარ მეორე თუ მესამე დღეს დავუხატე ეს საროჭკა და ეხლა ვფიქრობ როგორ დაუბრუნო ეს ფული უკან გავწიე საროჭკა და აი შიგნით ამხრიდან უკან ამხარეს რა აი სადღაც აი ზოლი რო აქვს ხრის ზოლი რო აქვს იმაზე მივაკერე ხო და ეგ გავატანე და თან რომ მივეცი მევთხარი უკან ფული აქ ზედ მიკერებული და აი ეს ნელა მოხსენით ეგ ფული არ გააფუჭოთ ვაიმე გოგო მევთხარი ახლა არ ჩავიყვანოს იმით იყო თან ვეშოლკით აი ვეშოლკით აქ ცე მეთქი მევთხარი ასეთი რა იყო ის ამდენი ვიცინეთ მე სახში რომ მევტანია გაწეს და ფული კიდიაზე აი მე სასაცილო მართლა ოღონდ იმ წუთას რომ მან მენახა მაგრა ვცემდი ბავშვობაში მაგრა ვცემდი ნინოსაც დარესაც და მადონასაც რითი ვცემდი ხოლმე ხაშლანგი თავცემდი ხარ ფანდური თავცემდი სულ ვცემდი არა აშავებდნენ ხოლმე და იმიტომ ხვიჩას ეჩხუბებოდნენ ხოლმე ჩემ ბიძაშვილს თავიანთ ძმას და ის კიდე მოვიდოდა ხოლმე ღნავილით კაი დამცველივით ვიყავ მივიდოდი დავჟეჟავდი წამოვიდოდი აუ მე მახსოვს პაპა არ მიშევდა ხოლმე ოთახში საღამომდე ერთხელ მაყურყუტა ისე კაი დაჟეჟილები მყავდნენ დები და ხვიჩა მოვიდა რომ ისე გოგოებმაო ფანდური არ მათხოვესო თუ რაღაცაო უნდა დამე რა აჯანდაბა იცოდა და ყურისა უნდა დამეკრავო და თანამ ცემეს და გამომაგდეს მე გარეთ ვიყავი რა მე ფანდურებოდა ხან რავი იმით ტაჭკები და რაღაცებით არ იყო ფანდურები და თოჯინებით საჩემო და წავედი შევედი ოთახში გამოვართვი ეს ფანდური აბა დამკა რაც იმათ მოეხვდათ ფანდური თავცემი და იცი როგორ გამოვედი იქედან რომ აი კინოებში რო არა აი უკარო ფეთქდება რაღაცეები ხო იცი ეს რომ ამაყათ მოდის რომ ამან დაამთავრა თავის საქმე აი დავიჯერე ერთი იქით საწოლზე გდია მეორე იქით და გამოველი ხვიჩას ვთქვარი მოგვარებულია საქმე დაჟეჟილები არიან სულ ყველანი და ის დღე საღამომდე პური არ ვაჭამა პაპამ არ შემიშვა ოთახში რამდენჯერაც ამიუახლოვდებდი მახსოვს დაჭრილი შეშები იყო და იმას მესროდა ხოლმე არ მოხვიდეო თავის ან უყარი ქალები ვცემე და ხო და მე მევთხარი ხვიჩას როდებდე ვიყო შენ გამო ესე მშიერი მევთხარი აბა ეხა მიდი მომიტანე რამე წავიდე და ხან კარაქიან მაშინ სახლის პური იყო სახლის კარაქი იყო ყველაფერია ესეთი ის გემოები მენატრება ძალიან
გამომიტანდა ისე სასაცილო და საწყლად დამნაშავე ბავშვი დადიოდა, რომ იმის გამო მე ვიყავი მშიერი და რომ საყაბობდა ეხლა რა ხო უნდა შევეშვი, ეხლა გარეთ ხوار დამაგდებდა წაღლივით და შემიშვა. მე როგორ კარგად ტკბილად ვახსენდება ეგ რაღაცები, ვაუბედურებდი. ერთხელ რომ მიველი არ იყვნენ იქ პაპა ბაბოსთან და ჩამოვიდა და თოჯინას გადაუპარსე თმები. სუსტად ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა, რო ჩამოვიდო და პატრონი მაგისი, მაგრამ აი ვაუბედურებდი. აი ხახო მზედამთვარი ამოგვდის ერთმანეთზე რა და მადონა ამბობდა რომ აი პატარები რო ვიყავით სადღაც ნინო სასაკის ვიყავი. არა, უფრო პატარაც რა. ნინო სასაკის კიდევ არა, მე უკვე დავიწყე თამაში დაჟე საკუთარი თოჯინის ისა მქონდა შემიხელთა წყობილი. გარდირობი, მაგიდას, კამის, პალნის რაღაცები, ანუ სამზე ყველაფერი მქონდა ხომ და ერთად ვიყავით ხოლმე მადონა გვავგოგებს უთამაშობთ რა და მე ვამბობ მანამდე, აი სადღაც ალბათ 9-11, აი კი. ხო და ძალიან სულ ერთმანეთში ვჩებოდით ხოლმე, ხან მადონა ჩემთან, ხან მე მადონასთან, ხან დალესთან ვჩებოდით, ხან სულ ყველანი ერთად, მოკოთ სულ ერთად ვიყავით რა და შენ რო ამოხვიდოდი ხოლმეო, ვიტყოდი რომ ვაიმე მოვიდაო. ბავშვს იმდენად ვეზიზღებოდი. მე მგონი მაგისთვისაც მოხდა ეგ რა თქვა. ვაიმე გამახსენდა, კაი, ხო ბევრი რაღაცები გამახსენდება კიდე როგორ ვაუბედურებდი ხოლმე. კაი იყო. სხვა შორის რამდენიმე დღის წინ დარეცა ვნახე ბაზრობაზე. თვალებზე ხელი ავაფარ. მე ვთხარი ამოდი, რა უნდა მაგას, უნდა უცბად ამოხვიდე, ლილის დასახლებაში ცხოვრობს დარე. უნდა უცბად ამოხვიდე, ამოუარო შენ და სამომიაროთ მე და მივიდეთ მადონასთან. ან ჩემთან, ან თქვენთან, დაიცა როგორ ავთქვით წინაზე, ვისაც ნაკლები შვილები ყავი, მათთან მივიდეთ. დარე თვითონ წამოსულიყო, ნინოს 4 ყავ. ხო და რიცხობრივად მადონა იყო 2, რომელსაც აყავდა და ისევ იმას დავადეკით. ვისაც რა გვაქვს? ეგა, ზოგს ისექნება, პატარას უფრო იმართება ხოლმე მორჩა. შევიდეთ ერთო, მეტი არ არის საჭირო ჩვენთვის ერთად გაზრდილი ხალხისთვის. აი მე ღმერთო იმ პერიოდის ბავშვები, რომლებიც შეიძლება წლები გავიდეს არ ვნახო. ვერ ვნახო, მართლა წლები კი არა, მეტიც გავიდა. ნათია ის საუკუნე ერთად დავამთავრეთ სკოლას სწავლებაში ერთად მივედით, არ მინახია წლებია, თამილა 1-2 წლის წინ ვნახე, სალომე 1-2 წლის, ნუცაც ალბათ შაშა ზაფხულში ვნახე. გურიაშია გათხოვიდან, ბიჭებიდან, საზღვარგარეთ არიან ძირითადად წასულები, ბექა და უჩა არიან წასულები, სხვაგან, კაკოარი წასული, ნუკრია წასული, ან ვინთან ერთადაც გავიზარდე, მაგრამ ამ ბავშვებს ვერავინ ვერ შეცურს ცხოვრებაში. ერთმა დავიფარს რომ ვეღარ ვნახო და რაღაც. მაგრამ აი ამათ ვერავინ შემიცვლის, ვერაფერი შემიცვლის. საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირფასი ხალხი მყავს გვერდზე, ძალიან დიდი სანაცნობლო და სამეგობრო მყავს და ძალიან მიყვარს ყველა. შეძენილია ის ძალიან ახლობლები რო არიან რაღაც, მაგრამ აი ეს არის ოქროს პერიოდის ხანა. და იმ პერიოდში ვინც მოიაზრებოდნენ, ისინი არიან შეუცვლელები. სურო საუკუნე გავიდეს და ვერანახო, ისინი არიან შეუცვლელები. ხან ისე მაგრად მენატრებიან ხოლმე, ხან ისე აი წარმოიდგინე მთელი აბა მე გავთხოვდი 19 წლის და აი წარმოიდგინე 19 წელი ერთად მოვედით. უბანში ერთად დავიზარდებით. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთს. ხანაირი უბანი მქონდა. ეხაც არიან იმ უბანში ბავშვები ქვემოთ. როგორც ჩემი ძმისშვილები 4. კიდე არიან ისინი, მაგრამ მაშინ ძირითადად იცი როგორ ვიყავი, თანატოლად ბიჭი გოგო და ეხა ბიჭები უფრო მეტი არიან. თან ჯერ პატარები არიან, აი 10 წლამდე ეგრე. მაგარი უბანი მქონდა. არა გქონდა არც ტელეფონი, არც ის, მაგრამ ვიცოდით სად რა წუთას რა სად ვიყავით და სად ვთამაშობდით ბურთით. ძირითადი ჩვენი ის იყო ბურთი. სასაცილოდ რა ღირდა მაშინ ბურთი არ მახსოვს და ძირითადად გვისკდებოდა ხოლმე რა, ან
სად იყო ხან მაშინ სტადიონი რაღაცა ერთი ბაღი ქონდა რომელიც ქალაქელის იყო. აი მოვიდა საბჭო. მოვედი. ხო და ანუ არ ვიცოდით რა დროს სად რა როგორ არაირად სულ ერთად ხო ვიკრიბებოდით ხოლმე და ხშირად ვისკრებოდა ბურთი მაგის გამო რომ ის ბაღი სადაც თამაშობდით იყო ეკლიანი არ იყო, მაგრამ ხეები იდგა და იქ რომ ბურთს რო დაარტყავდა რაღაცას რომ ხო სკდებოდა და კვირაში ერთხელ ხოლმე ვიდექით და სახში ხო მაშინ სად იყო ხა რომ წადი ახაშვილი წადი იყიდე და რაღაცა არა ბაბო 50 თეთრი მომეცი ყველა რო საკუთარ ოჯახებში თხოვლობდა და შევაგროვდი წავიდოდით ვიყიდით ხოლმე ბურთს ამოვიდოდა ეს ქალაქელი არაფერი არ ეთესა საერთოდ ხეხილსაც კი არ ახმარობდა უბრალოდ ნაკვეთი ქონდა ამოვიდოდა ხოლმე თუ მოგვასწრებდა რომ ამ თამაშობთ აგვეიჩხუბებოდა დავიმალებოდით რაღაცა ოგოც წავიდოდა ისე ვთამაშობთ იმიტომ რომ სტადიონს ეძახდით იმ ადგილს გარშემო იყო ხეები და შუაში თავისუფალი აი არაფერს არ ვაფუჭებდით საერთოდ არაფერი ისეთი ხეხილი არ იდგა იქ რომ რომელიმე ხმარობდა და სიტყვაზე ან კაკალი იდგა და ისე ჩამოდიოდა და ისე ფუჭდებოდა რომ არ კრეფავდნენ და ჩვენ ჭავდით კომში იდგა და ისა ოტური ქლიავი ყველას რო ძალიან გვიყვარდა ანუ ჩვენი იყო ის ჩვენი სტადიონი იყო ის ჩვენი შეკრების ადგილიც იყო დროშის მოტაცობა ძირითადად ფეხბურთი იყო ჩვენი თამაში ფრენბურთი კალათბურთი არც ერთს არ გვიყვარდა და ღამე დამალობა კაი იყო წავით ახლა ყავის დროა აბა ჰეი მაგრათი ყავით